ერთხელ ასე ბოლო დღეები იყო და თავისთვის არის ჩაფიქრებული, უცბად ამბობს ლიკუნი, ასე მეძახდა მე, ძალიან მიყვარხარ. აი ხლა ისეთ ჩამრჩა ეს ქალი მიდის და ეს მითხრა. იშვიათად მე კი ბევრს ვუგნობდი მიყვარხარ, მაგრამ იმას ამისი თქმა არ უყვარდა რა და უყვარდა, მაგრამ თქმა არ უყვარდა ხოლმე. ამის ძალიან მიყვარხარ. მოკლედ წავიდა ცხოვრებიდან და გავაცილე. ამაზე ერთ-ერთი ჩემი წიგნი უსასრულობაში გაცილება. ხო, აი ეს არის ხო. რეკლამას კი არ უკეთებ ჩემო ძვირფასებო, არ მინდა რეკლამა გაუკეთო ჩემს წიგნებს. წავიდა ცხოვრებიდან და დავფიქრდი მე რა ცხოვრება გქონდა ჩვენ და გამახსენდა რომ აი იქ რომ მე გავებუტე იქ რაღაცაზე წავეკინკლეთ იქ რაღაცა და ეს დღეები რომ ხან ერთმანეთთან უბრად ვიყავით საწოლში ზურგებით უწებოდე სხვამგრე ეს დღეები რომ დავაჯგუფე ისეთი ნაღველი მომერია დაარდით კივილი გულისებჭო რატო იყო ეს ყველაფერი რისთვის ზოგიერთი გავიხსენე მიზეზი და დღნად არ აღირსო რო იტყვიან ხო ჩიტი დღნად არ აღირსო არ აღირდა გაბუტვად ის მიზეზი რის გამოც ამაში გადავდიოდით აბა თქვენ ურთიერთობაზე გადახედათ გამიგეთ ხანდახან თუ იმას გაქვთ ასეთი რაღაც ოჯახში დღნად არ აღირს რაღაცაზე უბრალოდ წავიკინკლავეთ ავაგეთ და დიდი გახდა და გავებუდეთ იმიტომ რომ ამ კინკლაობაში ისაც ვაკადრეთ ერთმანეთს რაც არ მოგვეკადრებინა ხო და დაირღვა ჩვენი სიყვარული. როცა გაბუტული ხარ, სიყვარული თითქოს და ნუ აღარ გახსენდება. თორე სიყვარულმა უნდა საქმეები გაკეთებინოს, უნდა მოეხუიო, უნდა აკოცო, ჩაიხუტო და რაღაც უნდა გააკეთო, ხო? ამას აღარ აკეთებ. და რო დავაჯგუფე აი ეს დღეები და გავიხსენე ეს 50 წლის რაც კი გამახსენდა და რაც არ გამახსენდა, გულზე შემომაყარა. ქალი წამივიდა ხელიდან და ამდენი დღე როცა შეგვიძლია ბედნიერები ყოფილიყავით, მე იმას სიხარული არ მივანიჭე. არა და ვიხოცებოდი, ოღონდ გამომყევი და ბედნიერს გაგხდი. ასე არ უთხარი შენს მეუღლეს? არ ეტყვი ამას? ნუ, მეუღლებო, მამებო, ქვრებო. ეს არ გეთქვია თქვენი მეუღლებს, რომ გამომყევიდან და იყავით ჩემს გვერდ და ბედნიერს გაგხდიო, რაღა კაცები ვართ ჩვენ. ხო? თუ წაიყვანე ქალი, იმიტომ რომ ბედნიერი უნდა გახადო. შენც უნდა გაბედნიერდე, რა თქმა უნდა, იმას რომ ბედნიერს გახდი, შენ რა უბედური გახდები ამითი? სხვას რომ აბედნიერე, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა შენი. მაგრამ მე რომ დავარღვიე ეს იქ და ბევრგან დავარღვიე თანაც. ხო? ან ჩემი სიჯიუტით, ან რაღაცა, რა ვიცი. წიკამაკო რაღაცა და დღემდე აი ეს ტკივილი არ მასვენებს. აი გავიდა 12 წლიდან უკვე რომ 12 წელიწადია უკვე აღარ არის ის. ხო? გავიდა და ხან წერისავ წერ ცაში რომ ჩემო ვალერი, ჩემო ფიკა, ჩემო ლელა, შენჭრიმე ის რო იყო, ის რო რასაც გავიხსენებ ხოლმე წერა. ნუ მაპატია რა, მაგ ცაში ხო ხედავ ყველაფერს როგორ წვალობ, მაპატია ეს ყველაფერი. მაპატია. რად გიყვებით ხლა ჩემს ამ განცდებს. ყველაფერი შეიძლება გადადო სახვალიოდ, სამემრისოდ. რაღაცა გინდა იყიდო, გადადე, თუ კი არ შეგიძლია დღეს გადადე ხვალე, ხო? სადაც უნდა წახვიდე, ნუ გადადე ხვალე. გეჩქარება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალე. ყველაფერი. არაფერი არ არის გადაუდებელი, გარდა სიყვარულისა.